სამართლებრივი დახმარების ქსელი ფუნქციონირებს უკვე მეორე წელია ფაქტობრივად და მას შემდგომ რაც ნოემბრის ბოლოდან დაიწყო განგრძობადი საპროტესტო აქციები ჩვენს ქვეყანაში, სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანებს ვეხმარებით ჩვენ. არიან რასაკვირველი ადამიანები, რომლებიც დააკავეს, რომლებმაც ფიზიკური დაზიანებები მიიღეს, მათ შორის სამართალდამცავების ქმედებების გამო, სცემეს ისინი, აღმოჩნდნენ საავადმყოფოში და ასევე არიან ადამიანები, რომლებიც დაჯარიმდნენ სხვადასხვა საფუძვლით. ეს არის მეტწილად გზის გადაკეტვა, ეს არის ასევე ასე ვთქვათ ის მუხლები, რომლებსაც იყენებენ ხოლმე ძირითადად ეს არის პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა და ასევე რაღაცა ლანძღვა გინება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. ძირითადად ეს მუხლები არის ხოლმე რა მუხლებითაც ამ ადამიანებს ცნობენ ადმინისტრაციულ სამართალდამხმარებად და ჩვენ ძალიან აქტიურად ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ვეხმარებით მათ. რა სახის დახმარებას უწევთ უფრო ზუსტად? კი ბატონო, დაზარალებულებს, რომლებმაც ასე ვთქვათ ფიზიკური დაზიანებები მიიღეს ამ აქციების პერიოდში, რასაკვირველია ვეხმარებით სისხლის სამართლის მიმართულებით, რაც გულისხმობს იმას, რომ ვეხმარებით შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსთვის მიმართვაში. გარდა ამისა, შემდგომ უკვე რასაკვირველია ვცდილობთ, რომ მივანიჭებინოთ შესაბამის ორგანოს მათთვის დაზარალებულის სტატუსი და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომლის განსჯადიც არის ამ შემთხვევაში ეს საქმეები, გამოძიება ჩაატაროს ეფექტიანად. ყოველ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მტკიცებულებების მიწოდება, შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტაციის მიწოდება და მოთხოვნა დავაყენოთ. ამის შემდგომ უკვე მათი საპასუხო რეაქცია და მათი უფლებამოსილებების და ვალდებულებების განხორციელება უნდა იყოს ის, რომ შესაბამის პირებს არამხოლოდ მიანიჭონ დაზარალებულის სტატუსი, არამედ გამოძიება აწარმოონ სწორი კვალიფიკაციით და შემდგომ უკვე დასაჯონ დამნაშავეები. რაც შეეხება სხვა კატეგორიებს, ეს არის ძირითადად ადმინისტრაციული სამართალდამხმარების საქმეები. კერძოდ, ვისაც სჭირდება სასამართლოში წარმომადგენლობა, ჩვენი ქსელის ადვოკატები ამ ადამიანებს ეხმარებიან სასამართლოში. გარდა ამისა, როდესაც არის ხოლმე დაკავებული მოთავსებული იზოლატორში, დაკავებულის ოჯახის წევრები ჩვენ გვეხმიანებიან და გვეკითხებიან, გთხოვენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ შეიძლება იყოს მათი ოჯახის წევრი დაკავებული, რადგან ამ ადამიანებს არ აქვთ ხოლმე შესაძლებლობა, რომ თავიანთ ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ და აცნობონ თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ადგილსამყოფლის შესახებ და ამას ჩვენი ძალებით ვცდილობთ, რომ გავარკვიოთ და ვაცნობოთ ოჯახის წევრებს. ამასთან ჩვენი ადვოკატები მიდიან იზოლატორებში, ამ ადამიანებს უწევენ სამართლებრივ დახმარებას, ადგილზე კონსულტაციას და შემდგომ უკვე სასამართლოში. ახლა ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია გზის გადაკეტვის გამო უკვე შსს-ს მიერ საჯარიმო ქვითრების გამოწერა, რომელიც საჩივრდება მოკლევადაში, კერძოდ ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში და არ ყოფილა არც ერთი ისეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანმა მოგმართა ჩვენ დაჯარიმებულმა და ჩვენ ვერ შევძელით და არ დავეხმარეთ მას გასაჩივრებაში. ამიტომ მთელ ამ სამართლებრივ პროცესში, რომელიც არის ფაქტობრივად ჯაჭვი, ხო? ჯერ იზოლატორში მონახულება თუ კი დაკავებულია, შემდგომ უკვე სასამართლოში წარმომადგენლობა, იმ შემთხვევაში თუ დაჯარიმებულია ჯარიმის გასაჩივრება და ცხადია უკვე შემდგომ ეტაპებზეც, როდესაც საქმე მივა შსს-ში განხილვის მერე სასამართლოში გასაჩივრებაზე, ცხადია სასამართლოშიც დავეხმარებით ამ ადამიანებს, ვისაც ექნება ამის სურვილი და საჭიროება, რომ გაასაჩივრონ ეს ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდამხმარების ოქმები. ვერიკო, თქვენ ახსენეთ მტკიცებულებები. არის თუ ეს მტკიცებულებები საკმარისი, როგორც დაუშვათ დემონსტრანტებზე ფიზიკური ძალადობის თვალსაზრისით, ისე ჯარიმების კუთხით? ამ შემთხვევაში ნახეთ მტკიცებულებები ვახსენე სხვადასხვა კონტექსტში. როდესაც საუბარია დემონსტრანტებზე ძალადობაზე, მტკიცებულებები ცხადია ამ შემთხვევაში უნდა მოიპოვოს საგამოძიებო ორგანომ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა და სწორედ მათი ვალდებულება ის, რომ როდესაც ადამიანი არის ფაქტობრივად ფიზიკურად დაზიანებული და როდესაც ადამიანი ამბობს, რომ ის საპოლიციო ძალების მიერ დაზიანდა, სწორედ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვალდებულება ჩაატაროს სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება შესაბამისი კვალიფიკაციით და მოიპოვეს მტკიცებულებები, მაგრამ ჩვენ ცხადია ჩვენს ხელთ არსებულ მტკიცებულებებს, რომელიც საგამოძიებო ორგანოს შესაბამისი სურვილის და ნების არსებობის შემთხვევაში გაუმარტივებდა საქმეს და გამოძიების სრულყოფილად ჩატარებაში დაეხმარებოდა, ცხადია ჩვენს ხელთ არსებულ მტკიცებულებებს ყოველთვის გადავცემთ ხოლმე ყველა საქმეზე. რაც შეეხება დაჯარიმებულების ნაწილს, ამ შემთხვევაში
ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც ფაქტობრივად არ არსებობს მტკიცებულება, მაგრამ სასამართლო მაინც წყვეტს ხოლმე პირის სამართალდამღვრევად ცნობას. ამ შემთხვევაში ძირითადად მტკიცებულებები მინდა გითხრათ, რომ არის ან პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენებებია და სხვა არაფრით არ დასტურდება, ან არის ხოლმე ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლებიც როგორც შესაძლოა ამბობს გამოთხოვილია 112-დან და დამუშავებული შემდგომ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი კითხვის ნიშნები ამ ჩანაწერების დამუშავების კანონიერებასთან დაკავშირებით და მათ შორის ჩვენმა ორგანიზაციამ გაავრცელა კიდევაც არაერთხელ განცხადება და მოუწოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, რომ შეისწავლოს ამ ჩანაწერების გამოყენების კანონიერება. გარდა ამისა, ჩვენი აზრით და ჩვენი ხედვით, სასამართლოს მხრიდან გაკეთებული განმარტებები გზის გადაკეთვასთან დაკავშირებით არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, საერთაშორისო, ასე ვთქვათ, პრაქტიკას და ამის გათვალისწინებით ერთობლიობაში არის ეს ყველაფერი განსახილველი. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას ედავებიან პირს, ადმინისტრაციულმა ორგანომ უტყუარად უნდა დაადასტუროს მან წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომ პირი ნამდვილად არის ადმინისტრაციული სამართალდამღვრევი. მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე ეხება ისეთ ასე ვთქვათ, ოდენობის ჯარიმებს, რომლებიც ქვეყანაში არსებული სოციალური ფონიდან გამომდინარე ძალიან რთულია, რომ ადამიანმა გადაიხადოს. ეს არის 5,000 ლარი და ფაქტობრივად, ასე ვთქვათ, აუცილებლად გამოიწვევს მსუსხავ ეფექტს ასეთი ოდენობის ჯარიმების დაკისრება ადამიანებისთვის. მინდა გითხოთ მედიის წარმომადგენლებსაც. უწყვეტი საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე ათობით ჟურნალისტი ცნო შესაბამისმა უწყებებმა დაზარალებულად და გამოვლინდა 100-ზე მეტი ფაქტი მედიისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ამ საპროტესტო აქციების გაშუქებისას, მიმდინარეობისას. მოგმართეს თუ არა ჟურნალისტებმა სამართლებრივი დახმარების თხოვნით და როგორი არის მსვლელობა ამ საქმეების? ამ შემთხვევაში ქსელს წარმოებაში აქვს მათ შორის ჟურნალისტების საქმეებიც ბუნებრივია. დაზარალებულად ცნობა არის ფაქტობრივად ის ბოლო ეტაპი, სანამდეც ახერხებს ხოლმე გამოძიება მისვლას. ამის შემდგომ არც ერთი ეს საქმე იმის მიუხედავად, რომ ფაქტობრივად ასობით საქმეა და ძალიან ბევრი მტკიცებულებაც არსებობს და ამ შემდეგ, არც ერთი ეს საქმე არ წასულა. დაზარალებულად ცნობა არის ბოლო სტადია, რომელსაც მივაღწიეთ ამ დრომდე და ეს რასაკვირველია აჩენს განცდებს იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს შესაბამისი ნება, რომ ეს საქმეები იყოს გამოძიებული ეფექტიანად და სრულყოფილად. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს თუ მიმართეთ ამ რასაკვირველია. დიახ, ეს არის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განსჯადის საქმეები და შესაბამისად სწორედ სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს ამ საქმეებს. ბოლო ინფორმაციით, ახლა ცალკეულ ინდივიდუალურ საქმეებზე ნამდვილად შეიძლება არ მქონდეს ბოლო ინფორმაცია, მაგრამ ჩვენს წარმოებაში არსებულ საქმეებზე, რომელიც აქვს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, ბოლო ინფორმაცია არის ის, რომ ეს ადამიანები არიან დაზარალებულობად ცნობილები, მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა არანაირი წინსვლა ამ საქმეებს არ აქვს. და სხვა წლების მსგავს საქმეებს თუ შევადარებთ შედეგობრივად, ფაქტობრივად იგივე მოცემულობაა, იმიტომ რომ არც წინა წლების მსგავსი საქმეები არ წასულა უფრო შორს და არც ერთი ადამიანი არ ყოფილა პასუხისგებაში მიცემული ამ კონკრეტული შემთხვევების გამო. ვერიკო, რაც შეეხება საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულ პირებს, ანუ იმ ადამიანებს, რომლებმაც ოფიციალურად განაცხადეს, რომ მათ სავარაუდოდ სამსახურები დაატოვებინეს პოლიტიკური შეხედულებების გამო და აპირებენ სამართლებრივი დავების გაგრძელებას. მოგმართავენ თუ არა ისინი დახმარებით, იყო თუ არა ასეთი პრეცედენტები და დაიწყო თუ არა ეს სასამართლო დავები? დიახ, ასეთი არაერთი ადამიანია, რომელიც თვლის, რომ მისი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო თუ ზოგადად მისი განსხვავებული შეხედულებების გამო ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებით დაიწყო მათ წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, დისკრიმინაციული მოპყრობა, რომელიც გამოიხატა საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებაში. ეს არის ხოლმე როგორც წესი რეორგანიზაციით შენიღბული და რეორგანიზაციის ფარგლებში ათავისუფლებენ ამ ადამიანებს, რომლებიც არ არიან სასურველი, რომ კვლავ იყვნენ საჯარო სამსახურის სისტემაში. ეს ყველაფერი არის საკმაოდ ფართო ამბავი და საკმაოდ დიდ ასე ვთქვათ ფართობზე არის განფენილი, იმიტომ რომ ზოგი საჯარო სამსახური საერთოდ გაუქმდა, ზოგ შემთხვევაში დაიწყეს რეორგანიზაცია, მეორე ტალღაც იწყება ახლა რეორგანიზაციის, მაგალითად თბილისის მერიაში, მაგალითად თავდაცვის სამინისტროს, საიდანაც საიას ინფორმაციით 150-მდე ადამიანი გაათავისუფლეს რეორგანიზაციის პირველი ტალღით და ჩვენ ვეხმარებით რამდენიმე მათგანს, ცხადია არაერთმა მოგმართა და რესურსების ფარგლებში ჩვენ ვცდილობთ ყველას გავუწიოთ კონსულტაცია და შემდგომ უკვე ვაწარმოოთ კიდევაც
გარკვეული რაოდენობის საქმეების სასამართლოში და არაერთი ადამიანი არის ისეთი, ვინც თავის გათავისუფლებას სწორედ მის განსხვავებულ შეხედულებებს უკავშირებს. რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლება ზოგადად უნდა საბუთდებოდეს და არსებობს ამასთან დაკავშირებით სასამართლოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პრაქტიკა, რომ უნდა უქმდებოდეს აუცილებლად შტატები, უნდა იყოს რეორგანიზაცია რეალური და გარდა ამისა უნდა საბუთდებოდეს, თუ კი მე და თქვენ ვიქნებით ერთ კონკრეტულ პოზიციაზე და ერთ-ერთ ჩვენგან სტოვებენ სამსახურში, რატომ გტოვებენ თქვენ ან მე და რატომ არა პირიქით. ამის გათვალისწინებით საჯარო მოხელეების ასე ვთქვათ საქმეები წარმოშობს ეჭვს და ვარაუდს დასაბუთებულს იმისას, რომ სწორედ მათი შეხედულებების გამო მოხდა მათი გათავისუფლება, რადგან რეორგანიზაციის საფუძველზე ეს გათავისუფლება არ ყოფილა შესაბამისად დასაბუთებული. გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგინდა სრული ასაკი გარკვეული პოზიციებისთვის, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ვფიქრობთ, რომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღებითაც ცდილობს ამ შემთხვევაში საჯარო სამსახური, რომ არასასურველი კადრებისგან გაწმინდოს და გაათავისუფლოს სისტემა. შექმნილ ვითარებაში და არსებულ რეალობაში რამდენად რეალურია ის, რომ ეს დავები ამ გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა სასარგებლოდ დასრულდეს, საკანონმდებლო ჩარჩო რამდენად შესაბამისია ამისი? ძალიან კარგი შეკითხვა არის. ბოლო პერიოდში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მთელი რიგი ისეთი ცვლილებები შევიდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, რომ ფაქტობრივად ყველანაირი სამართლებრივი, უფლებრივი გარანტიების გარეშე დატოვა გარკვეული კატეგორიის საჯარო მოხელეები. მაგალითად, პირდაპირ შევიდა ცვლილება საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, რომ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, მაშინ როცა ეს ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო პრაქტიკას, საქართველოს საკონსტიტუციო პრაქტიკას, რომელიც წლების წინ არის დადგენილი, საკონსტიტუციო სასამართლოს გულისხმობ ამ შემთხვევაში და ასევე არის ჩანაწერი, რომ ერთი თვით ადრე გაფრთხილების შემთხვევაში ნებისმიერი ასეთი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან. ასეთი ჩანაწერი ფაქტობრივად უსპობს ადამიანს შესაძლებლობას, რომელიც ამ პოზიციაზე იყო დასაქმებული, რომ მან მიაღწიოს სამართალს მათ შორის სასამართლოს პირობებში, ხო? მაგრამ არის განსხვავებული შემთხვევებიც, როდესაც რეორგანიზაციის საფუძველზე ათავისუფლებენ საჯარო მოხელეს ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, საქართველოს სასამართლოს აქვს დადგენილი პრაქტიკა, რა პრაქტიკასაც ხშირ შემთხვევაში ეს საქმეები და გათავისუფლების საფუძვლები ეწინააღმდეგება ხოლმე და ცხადია ასეთ დროს მივმართავთ სასამართლოს. ვერიკო, თუ შეიძლება მაყურებელს შევახსენოთ თქვენი ორგანიზაციის ცხელი ხაზის ნომერი, სადაც შეუძლიათ, რომ საჭიროების შემთხვევაში მოგმართონ დახმარებისთვის. კი ბატონო, ეს გახლავთ სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელი ხაზი, ჩვენი ორგანიზაციის და ჩვენი პარტნიორების ცხელი ხაზი. ეს ნომერია 577070563. შეუძლიათ დარეკონ 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს ეს სარი. ძირითადად არის ორიენტირებული, ფოკუსირებული ამ შემთხვევაში დაკავებულების და დაჯარიმებული პირების დახმარებაზე და გამომდინარე აქედან ნებისმიერ ასეთ პირს, ვისაც სჭირდება ჩვენი დახმარება, შეუძლია ნებისმიერ დროს დაგვეკავშირდეს.